პირდაპირ ეთერში თინა გავაშელი ჩაგვერთვება, ის არის სტიქისგან დაზარალებული ქვემო გორიდან, ვანის მუნიციპალიტეტიდან. მოგესალმებით თინა. მოგესალმებით, გამარჯობათ. მადლობა რომ გვერთვებით გადაცემაში და გვაინტერესებს როგორია ახლა თქვენი მდგომარეობა, როგორია თქვენი მდგომარეობა, გზა ტრასა გაიწმინდა, მაგრამ შიდა გზა არ გაწმენდილა. ანუ გადაადგილება სოფელში ისევ ჭირს. აი, მინდა რომ დაგანახოთ, რომ არა, ტყუილში რო არ ჩაგვეთვალოს, არაფერი არ გაწმენდილა, მეზობელმა ტრაქტორით ჩამოიარა და მარტო ის არის და დაჟე ჩაყინულია. ბავშვი გამიხდა სუდად და სასტრაფოც ვერ მოვა. ბავშვი ყავთ თქვენ მცირეწლოვანი შვილი ყავთ სახლში, რომელსაც სჭირდება? შვილი ყავს სახლში. ჭირდებოდა, მაგრამ სახლში წამლები რახაც მქონდა, მე დავალევინე, მაგრამ რო რამე გართულებული იყოს, სასტრაფო ვერანაირად ვერ ამოვიტოდა. თუ შეატყობინეთ ადგილობრივ ხელისუფლებას თქვენი მდგომარეობის შესახებ, თუ გქონდათ კომუნიკაცია, თუ დაგპირდნენ რამე დახმარებას? კი, კომუნიკაცია გქონდა, მაგრამ ორი ტრაქტორით, რავი, რამდენს გაწუდებოდნენ, ორი ტრაქტორი ყავს და ერთი სადღაც გადავარ და მეორე ცენტრს წმინდავსო და რავი, დღემდე არც ერთი ტრაქტორი, ორიდან არც ერთი არ მოსულა. თქვენი მაღალმთიანი სოფელია? არც ისე მაღალმთიანია, მაგრამ ძალიან დიდი თოვლი იყო, აი ძალიან დიდი. საფეხმავალო გზა, აი საერთოდ არ ჩანდა ჭიშკრები. მე ხლა სოფელში ვიყობი და საერთოდ ჭიშკარი არ ჩანდა. ისეთი დიდი თოვლი მოვიდა, არავინ არ ელოდებოდა ამ ყველაფერს და დახმარება ვითხოვეთ, რა თქმა უნდა, მაგრამ რავი, რეაგირება ნოლი. აი ეხაც არავინ არ მოსულა. საერთოდ არავინ არ მოსულა. როგორ ვართ, მოხუცები არიან, ბავშვები არიან, რავი. არავის არ მოუკითხავთ. რამდენი დღეა რაც ელოდებით? აი განსაკუთრებით, როდის დაუკავშირდით მათ, როცა განსაკუთრებით გჭირდებოდა დახმარება და რამდენი ხანი გავიდა უკვე რაც ელოდებით მათ გამოჩენას? 5-6 დღე გავიდა. მე რო დავრეკე, ჯერ რავი, უკვე დაწყებული იყო თოლა და უკვე დიდი ჭიშკრამდე იყო ამოსული, მე რო დავრეკე. და მაშინ იყო ეს პასუხი მივიღე. მე დენი არ იყო, ტელეფონებსაც ვერ ვტენით და რაც შეგვეძლო მეზობლები ერთმანეთს ვეხმარებოდით. და დღემდე არ არის გზა გაწმენდილი შიდა, ჩვენ ხო ვითხოვთ მარტო შიდა გზის გაწმენდას. ელემენტარული რო ტრასამდე მივსულიყავით. ნახევარზეა გაწმენდილი მეზობელმა, ვიღაც თურქი კი გაეცინათ, ვისაც უთხარი ეს მოუყევი. თურქი გამოიჭირა თვითონ მოსახლემ და ამოიყვანა და თოვლი აქეთ მოგვაყარა და ვეღარც გადავდიოდით. ეს მისი კერძო ტრაქტორის მფლობელი ალბათ ეს არისო ადგილობრივი ხელისუფლებასთან. უბრალოდ მეზობელმა ადგილობრივმა კი ტრასაზე ჩავიდა და იქიდან ამოიყვანა და ისიც ნახევარზე და თოვლი აქეთ მოაყარა და ვეღარც გადავდიოდით. ჩასვლა რო გვინდოდა ვეღარც ჩავდიოდით. გაზმომარაგება, ელექტროენერგია თუ მოგეწოდებათ? ელექტროენერგიაც არა გუშინ აღდგა. არ იყო აქამდე, ტელეფონებსაც ვერ ვტენიდით. გაზი გაქვთ? გაზი მოგვეწოდება კი. საკვების მარაგი როგორ გაქვთ? საკვების მარაგი ახლა მომზადებული ვინ იქნებოდა ჩვენც რავი რაც შეგვეძლო მე რომ ამოგვეწურა რავი აი ძალიან ჩემმა მაზლმა რავისი 1-2 საათი მოუნდა რომ ტრასამდე ჩასულიყო იმიტომ რომ ბავშვით ვიყავით და ვერ გავჩერდებოდით და დასახმარებლადაც არავინ არ მოვიდა მედიკამენტები ჭირდებოდათ მეზობლებს და რავი არავინ დამხმარებია აქ იმაში ეტოშიზის ბებუარის რეკავდა ვერ მივდიოდით და რავი ნერვიულობდით ცოცხალი იყო არ იყო ცოცხალი დაგვირეკა ნერვიულობ შეიძლება მოვკვდეო და ვერც მივდიოდით იმ ძალიან დიდი თოვლი იყო ეხლა თოვლი აი მინდა რომ განახოთ რომ ტყუილში რავი ეხლა რო დავაზუსტოთ აღართავს თუმცა რაც არის დიდი საფარი მოყინულია ხო რაც ასე კი მოყინულია ზუსტად ეგ მინდოდა რომ მეთქვა მოყინულია სახლების მდგომარეობა როგორია იმ დიდი საფარისგან ჩვენ ვნახეთ ბევრგან ჩანგრეული სახლები თქვენ თუ მოახერხეთ გადათოვლა კი აქაც ჩამოინგრა სახლები კი ჩამოინგრა და ზუსტად ჩემ წინ მეზობლის სახლი ჩამოიწია და აი ეხა ასუფთავებს გუშინ ამოსული იყო ფეხით კიო და კაც ამოვიდა და ძლივს წავიდა სახლში უკან ძლივს დაბრუნდა ფეხი ისეთ კიო და ვერც დათოვლა ხო მიმედია მალე მოვა თქვენთან დახმარება რაც აუცილებლად ჭირდებათ და რაც გეკუთვნით რაც თავარი ადგილობრივი ხელისუფლებისგან თინა გავაშელი სოფელი ქვემო გორა ვანის მუნიციპალიტეტი და გორა კი მოყინულია და 2 წლის ბავშვთან ერთად ვარ კაი მე წასასვლელი მაქვს წავიდოდი მაგრამ აქ ვინც რჩება მოხუცები როგორ წავლენ დიახ მესმის ძალიან რთულია მდგომარეობა მადლობა გასმენა ვინა აუცილებლად